არტანუჯი როგორც საუნჯე ისე მაქვს მეხსიერებაში ჩახატული რა მიყვარდა შორიდან ეს არტანუჯი და ახლა არტანუჯი რომ ნახე გული დავიმშვიდე თითქოს რაღაც დაკარგული მოიპოვე ჩემთვის ვიშოვე და გავმდიდრდი და გავლამაზდი და გავძლიერდი და გავჭკვიანდი თითქოს ისევ ჩემი გახდა ხომ სხვისი ეს არტანუჯი ეს არდაგანი ეს ტავოკლარჯეთი მაგრამ როცა მოვიარე და ქვებს ჩავეხუტე და აქაურ ყვავილებსა და აქაურ გზებს თავს გადავევლე ისევ ჩემი გახდა თითქოს დავიბრუნე საოცარი გზნობაა კაცო ეს სიარული ეს მთები ეს გადახროკული მთები რაბჯობ აჯაღლოებს ინახავს იცოცხლოს აქაურობამ და აქაურ ქართველობას ენა გამოეპოვებიოს ისევ თავისი ენას დაბრუნებოდეს ისევ და ყოფილიყოს ამ სახელმწიფოს მოქალაქე ყოფილიყოს მაგრამ ქართველი რომა ამას ნუ დაუმალავთ ისტორიას კაცო აი ეს ერთი ცოდვა უნდა მოვიშოროთ მუსლიმანობაც კრძალავს ამას ყურანში წერია თუ განუდექი შენს დედას მამას შენს ახლობლებს შენს ერს შენს ენას წოდიადი ჩაკლაპავსო წერია ხოდა ესე იგი ეს ცოდვა ჩადენილია უკვე მე მეცოდება ეს ჩვენი ხალხი ჩვენ აჭარლები მოუბრუნდით ქართულ რწმენას ეროვნულს ქრისტიანულს ჩვენ წინაპრები რასაც მისდებდნენ ხოდა ახლა აქაც რომ მოვიარეთ ესეც ლოცვა ხო იცი ახლა აქ არ ვარ ჩვენ ტავოკლარჯეთში და ვნახულობ ძველ ქვებსა და ძველ ნანგრევებს შემოსახნია ესეც ჩვენი ლოცვა სხვათა შორის ეს დიდი მადლი საქმე გამოგვივიდა ჩვენ იმიტომ რომ ეს დაკარგულის მონახულება ყველა რელიგიის მიხედვით დიდ მადლად ითვლება შენი წინაპრის ახლა დიდი ქართველები ამ გზაზე იდგნენ ვინ ააშენა ეს რა ძალამ ააშენებინა 10 ტონიანი ქვა კედელში როგორ მიიტანა მაშინ თელ დროში როგორ ღმერთის სიყვარული სამშობლოს სიყვარული ღმერთის ის ღმერთი საქართველოს ღმერთი იყო ჩვენი ზიარი ღმერთი იყო ქართულად რო ამეტყველეს ლოცვა ქრისტეს ქადაგებანი ქართულად ამეტყველდა აი ამ ქართულმა ენამ და ქართულ ენაში შეხვეულმა ქრისტიანობამ ქართული რელიგია თიქცა იგი სხვათა შორის და ქვეყანა დაგვალოცინა ჩვენ ქვეყნისთვის გვალოცინა უძლიერესები იყვნენ ქართველები რითი იყვნენ აი ამ რელიგიამ ქნევსა ხოდა აი ეს ხანძთელი გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობა აქაურობაში ეს რა იყო კაცო ერთი კაცი იყო ერთი სახელმწიფო ერთი ერის ცივილიზაცია ზუგზე აიკიდა ერთმა კაცმა ჩვენი მიშვილები ვართ ფაქტიურად აი ახლა 94 წელში ვარ ჩამდგარიაც ხოდა აი ჩემი ძვალმა ჩემმა სისხლმა ჩემმა გულმა ჩემმა ტვინმა დამავალა რომ ეს ძველი საქართველო მომეულო და ეტყობა ღმერთმა იმიტომ მაცოცხლა ამდენი რომ ეს მისია შემესრულება